ახლა დაიწყება ლიდერ ქალთა რუბრიკა. ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი ნათია შათირიშვილი ძალიან საინტერესო სტუმართან არის დღეს გადაცემაში. მოგესალმებით ნათია, დიდი მადლობა თქვენ დროისთვის და მოკლედ ყავთ ძალიან საინტერესო სტუმარი დღევანდელ გამოშვებაში. დიახ, გეთანხმებით, დღეს ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ლალი მოროშკინა, PR ტექნოლოგი, პროფესორი, პოლიტოლოგი, უმშვენიერეს და უჭკვიანი ყველა კომპონენტში გეთანხმებით. მოგესალმებით ლალი, დიდი მადლობა შენი დროისთვის. მოგესალმები. მე და ნათია დღეს დილიდან სხვადასხვა ეთერში ვართ წარმოდგენილები. და მართლა ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს ნათია ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიწყებდით 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის ძლიერი ქალიძვრის საქართველოს, შემდეგ ნათიამ ეს უფრო გაამძლავრა ეს სეგმენტი, პლუს კიდევ ნათია BDC აკადემიის რექტორია, რომელიც დაფუძნდა 2007 წელს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ანხორციელებს, ხანდახან მგონია რომ ერთ ადამიანს წესით ამდენი რამე არ უნდა შეეძლოს, მაგრამ შეუძლია. შეუძლია, კი ბატონო. ხო, არა, ძალიან მნიშვნელოვანია ის თემა და ის კონტრიბუცია, რასაც ჩვენ იდეურად ვახორციელებთ ზოგადად ამ ჭრილში, ზოგადად ლიდერი ქალების კიდევ უფრო მოძლიერების მიმართულებით და მენტალური ტრანსფორმაციის მიმართულებით. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ ამაში მთელ ძალისხმევას არ ვიშურებთ და უზარმაზარი შრომა იდება ამ საქმეში, რომ რაც შეიძლება წინ წამოვწიოთ, თვალსაჩინო გავხადოთ საზოგადოებისთვის ჩვენი ბიზნესმენი, ლიდერი ქალბატონები და არა მარტო ლიდერი ქალბატონები, ასევე სტარტაპერები, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე და უამრავი მიზნები გვაქვს დასახული და ძალიან კარგ მნიშვნელოვან საქმეებს გეგმავთ. კი ბატონო, მაშინ აი გავყვეთ უკვე სპექტრს თლიანობაში, აი მიმართულებებისა და ხედობის გეგმების, მოდით ასე ვთქვათ, და მიზნების, რაც ზოგადად გაქვთ საბოლოო ჯამში ბაზარზე და რა ტიპის აქტივობები იგეგმება საბოლოო ჯამში. მოდი დავიწყოთ იმითი რა გაკეთებულა და გაკეთა ძალიან ბევრი რამე შშმ პირების დახმარება რესოციალიზაცია არა მარტო მათი არამედ ყველაზე რთული სეგმენტი სანდრო შენ იცი რომ მსჯავრდებული ქალბატონები არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სეგმენტი და მათთან მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულად რა ვიცი ცოდნასაც მოთმინებასაც და ის რომ ჩვენ ამდენი წელია ვახორციელებთ მათთან ერთად რა ვიცი რაღაც გარდა იმისა რომ პატრონობთ როგორც დედებს, იმიტომ რომ 3 წლამდე ბავშვები იზრდებიან სამწუხაროდ ციხეებში და ეს არ არის კარგი, მაგრამ არსებობს ამის კანონი, რომ ქალბატონმა იმშობიარა, ციხეში იყო და ის ზუსტად საკანში შულთან ერთად არის. რა დააშავა იმ ბავშვმა, მასაც ხო ჭირდება რაღაცა კეთილი, კარგი ემოცია, ხო? და პირველ რიგში მშობელმა უნდა მიიღოს, იმიტომ რომ გასაგებია, თქვათ მან დაარღვია კანონი, მაგრამ ის უკვე დასჯილია და კიდევ უფრო მეტად ხო არ დავსჯით. მათი რესოციალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ერთ-ერთი უნიშნულოვანი თემა. ასევე ის ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც იწყებენ, შემოდიან ბიზნესში, მაგრამ რთულია გაპიარება. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ პიარი თუ ხა არ იცი და შესწავლილი არ გაქვს ოდესღაც, ხო? აი შენ თვითონ შენ თავს გაუკეთო პიარი და თქვათ რაღაცას ქმნის, შეიძლება ის პროდუქტი იყოს არაჩვეულებრივი, მაგრამ ვერ ყიდი ამ პროდუქტს. აი ამ დახმარება ამ თვალსაზრისით. ძალიან კარგია და მივესალმები ნათიას, რომელიც ძალიან ხშირად უტარებს ესეთ მასტერ-კლასებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მოყავს და ამ ქალბატონებს აქვს საშუალება, რომ უფასოდ შეისწავლონ ეს ყველაფერი, მოусმინონ ტრეინინგებს და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, განათლება. განათლების გარეშე ხო ხა მე წარმოდგენა არ მაქვს 21 საუკუნის შეგვეშლება ამის გარეშე განვითარდეს საერთოდ. როგორც არ უნდა გინდოდეს რომ განვითარდე. აბსოლუტურად გეთანხმები. აი რესოციალიზაციის ნაწილი, რაც ლალიმ აღნიშნა, აბსოლუტურად ვეთანხმები, საბოლოო ჯამში არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა არის ძალიან მნიშვნელოვანი ცნობიერების კომპონენტის ამაღლება, საგანმანათლებლო კომპონენტის ამაღლება. მაგრამ თვითონ აი უშუალოდ აი პენიტენციურ სისტემებშივე აი მათი ჩართულობა, მაგალითად აი სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობებში თუ მოიაზრება, მაგალითად, იმიტომ რომ ეს ძალიან აპრობირებული პრაქტიკაა თვითონ პენიტენციური სისტემის, ხო, რომელიც მოქმედებს მრავალი პროფილით და აი ამ კუთხით თუ არის რაიმე ტიპის გეგმები. აპრობირებულია მას მერე, რაც მოგვეცა საშუალება და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბედისწერასაც და იმ გუნდსაც, რომელთანაც ერთად მომიწია მუშაობა და 2012 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ზუსტად ზრუნვა რესოციალიზაციაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, იმიტომ რომ ერთია რომ ადამიანი უკვე იხდის სასჯელს და მეორეა რომ ის გამოვა და შემდეგ რას აკეთებს. გაიხსნა პატარ-პატარა ქარხნები, იყიდება ყოველ წელს ნამუშევრები, რომლებსაც პატიმრები ქმნიან და ყოველთვის აქვთ სტიმული კიდევ უფრო მეტი რაღაც შექმნან, ჯერ ერთი აი ყველამ ჩავიხედოთ გულში როგორია მოკლა დრო.
ჩვენ რომლებსაც არ ყოფნის დღეს დრო და ჩვეულებრივად სტატიკურ პოზაში ვართ, ან რაღაცას ვაკეთებ, წარმოვიდგინოთ ადამიანი 4 კედელში, მისი დრო საერთოდ გაჩერებულია და ამით საშუალებას ვაძლევთ, რომ ის წლები, რომელიც მის ჯილი აქვს, რა თქმა უნდა, შრომაში გაატაროს უკეთესია, ვიდრე კიდევ რაღაცა ცუდზე დაიწყოს ფიქრი. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. ნათია, გავაკეთოთ რეზუმირება გარკვეულწილად თემის და მე მინდა რომ ისევ და ისევ არ დაგვრჩეს, ესე ვთქვათ, თამაშგარე მდგომარეობაში ის აქტივობები, რომელიც მიღმა თუნდაც ამ რესოციალიზაციის კომპონენტებისა და ცნობიერების კომპონენტებისა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ჩვენ გვეგმავთ, ჩვენ ვიცით, ქალბატონ ლალის რამდენი სასიკეთო საქმე აქვს სასჯელ აღსრულებაში მუშაობის პერიოდში, რამხელა გამოცდილება აქვს და ამ ეტაპზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთდროულად პროფესიული განათლების როლით შევიტანოთ და განვახორციელოთ თავისთავად ცხადია მთელი რიგი ნებართვების მოპოვების საფუძველზე სასჯელ აღსრულების სისტემაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა პატიმარ ქალბატონებთან პროფესიული განათლება, როგორც არის დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, ვიზაჟის და მაკიაჟის კურსი ჩაუტაროთ, მათ თავისთავად ცხადი აბსოლუტურად უფასოდ. შერჩეული არიან ისეთი კატეგორიის ქალბატონები, რომლებიც უკვე ძალიან ახლო მომავალში ისინი დატოვებენ სასჯელ აღსრულების სისტემას და მათ შესაძლებლობა უნდა მივცეთ ისინი მათ იპოვონ გამოსვლის შემდეგ სამუშაო ადგილები, რასაც ჩვენ გვერდს დაუდგებით და უპოვით მათ შესაბამის სამუშაო ადგილებს. და ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო და აუცილებელი საკითხია მოსაგვარებელი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებით განვახორციელებთ ამ კიდე ერთ მნიშვნელოვან პროექტს. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები გაშალეთ პირდაპირ ეთერში. მე მჯერა რომ ალიკო ძალიან ხშირად იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდ მადლობას გიხდით ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟებისთვის, რომელიც ეთერში გააჟღერეთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.